ბავშვები გვყავს 5-6, ცოტა რთული კიაო. გიფთოვიდან ლექს კითხულობს ტიაგო და იაგო. ბატონო ტიაგო, ან. პოეტურად აღუაღუ. გაიხარეთ. ლექსი, ჩემი ბავშვობა. თქვენს რა თქვენდათ ბავშვობა? დღეს ბავშვები თამაშობენ ერთობიან შვიდად ლაღად. რატომაც არა. სათამაშო თოფი უნდათ, ყიდულობენ ერთ ბავშვს 8 წელს. ბევრია. პულტით მანქანა მოუნდათ, აჩუქებენ 28 წელს. 28 ძალიან ბევრია. ჩემს ბავშვობას გადავხედე, გავიხსენე ნათლად ცხადად. არ იყო ცუდი. ერთადერთი სათამაშო მაშინ მქონდა ბაბა დახ ბუხ ბახ ბატონო ტიაგო თელი ბავშვობა ბახს ვიძახდი ან ხემომეტე ხარ ტოტი მომეტე ხარ თოფი არ ცხიარი დგა ეზოში რამე მესროლა თუ აბაიც მესროლა და ბახ ვინმეს ეჩუქები და ბავშვს ეთხოვალ მე არ გქონდა ბაბას არ აყვე ლექსი მამაზე ბავშვი მეს მყავს მუდამ ვცდილობ ვიყო მისთვის კარგი მამა. ბავშვობაში რაც მე მაგდა არ მივაკლებ ჩემ შვილს არა. გუშინ მანქანა გაუტყდა, დღეს ვუყიდი ისევ ახალს. გააფუჭებს არაუშავს, მეორე დღეს ისევ ახალს. დაამტვრია, არაუშავს, მესამე დღეს ისევ ახალს. გადააგდებს, არაუშავს, მეოთხე დღეს ისევ ახალს. მეხუთე დღეს რამის მყიდველი აღარ ვარ ბატონო, იაგო. აღარ შემიძლია ველუ ბაღანა თუ ნადირი ამტრევს და აღარ პოეტობა მიშა და აღარ შვიდი ყოველდღე გიხოვში ყოფნა აღარ შემიძლია. პარასკევს მეხუთე დღეს მამები ვართ სიცალქეზე, გვექნება რეაქცია. გიფთოიში გელოდებათ ბავშვებისთვის აქცია. ბატონო ტიაგო